თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება 2 დღის განმავლობაში. სასწავლებლის შენობაში 7 სტუდენტი ათევდა ღამეს, გუშინ კი დაბრკოლებების მიუხედავად მათთან შესვლა სხვა სტუდენტებმა შეძლეს. პროტესტის მონაწილეებმა ვიდეო მიმართვა გაავრცელეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლება. მათი თქმით, ადმინისტრაცია შენობაში სასწავლებლის სტუდენტებს შესვლას უზღუდავს, ამიტომ ისინი რექტორის გიორგი შალუტაშვილის გადადგომასაც ითხოვენ. დღეს სტუდენტების დიდი ნაწილი მშვიდობიანად შემოვედით უნივერსიტეტში და შევუერთდით 2 დღის განმავლობაში აქ მყოფ 7 სტუდენტს. ვართ ძალიან ბევრი. ჩვენი პროტესტი დღითი დღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება. გვაქვს მხარი მოთხოვნა, გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში თავისუფალი სიტყვა ჟღერდოს. სტუდენტების ერთიანობა კი ამ ბრძოლაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და სტუდენტებს, რომლებიც რეპრესიულმა რეჟიმმა უკანონოდ დააკავა. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის სახელმწიფო თეატრის გაფიცულ რეჟისორებსა და მსახიობებს. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ყველა უკანონო დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას.